მოგესალმებით, ჩვენ ვართ არგვეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები. ჩვენ შევეცდებით რამდენიმე მარტივი გზით გასწავლოთ, როგორ დავზოგოთ ენერგია. ჩვენი რჩევები გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ 40-45% ელექტროენერგიის იყო თუ მარტივესი. სახლში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს მაცივარი. ამიტომ აუცილებელია მაცივრის კედლიდან 10 სანტიმეტრით დაშორება. ასევე ხშირად უნდა გამოვასწოროთ მაცივარში არსებული ყინულის საფარი. არ შეიძლება მაცივარში ცხელი კერძების მოთავსება და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მაცივრის კარი გაჩნდეს. ასევე ელექტროენერგიას მოიხმარს ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელში დატოვებული დამტვერვა. მოსახლეობის ცნობიერების სასამაღლებლად ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავატაროთ პატარა წამახალისებელი ეკო-გამოკითხვა ენერგოეფექტურობის თემასთან დაკავშირებით. თუ იცით, რამდენი პროცენტით მეტს ხარჯავს ვარვარების ნათურა ეკონომ ნათურასთან შედარებით? როგორც ჩემთვის ცნობილია 60%. ეს პასუხი სწორია, თქვენ გადმოგეცემათ ეკონომ ნათურა. დაზოგეთ ენერგია. თუ იცით, რომელი ნათურა უფრო მეტ ენერგიას ზოგავს? ვარვარების ნათურა თუ ეკონომ ნათურა? რა თქმა უნდა, ეკონომ ნათურა. თქვენი პასუხი სწორია, გადმოგეცემათ ეკონომ ნათურა. დაზოგოთ ენერგია. დიდი მადლობა, გაიხარეთ. რამდენი სანტიმეტრით უნდა დავაშოროთ მაცივარი კედელი? ალბათ დაახლოებით 10-15 სანტიმეტრით დაშორებით კედლიდან. სწორი პასუხი არის სანტიმეტრი, თქვენ გადმოგეცემათ ეკონომ ნათურა. მადლობა. ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს მოიხმარს განათება. ეგრეთ წოდებული ეკონომ ნათურების საშუალებით ჩვენ შეძლებთ ელექტროენერგიის დაზოგას დაახლოებით 60%. მაქსიმალურად გამოვიყენოთ მზის ენერგია. დავიწყოთ გარემო და ჩვენი ბიუჯეტი. შევეცადოთ ვიყიდოთ ისეთი ტექნიკა, რომელსაც უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი აქვს. მაგალითად, ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ელექტროენერგია იხარჯება გარე განათებაზე. არადა საზღვარგარეთ უკრასების გარე განათების სისტემაში, რომელიც დღისით იყენება და ღამით თანადებს. ამით ჩვენ ვხებულობთ უფასო ელექტროენერგიას და რაც მთავარია ვხობავთ ელექტროენერგიას. 14 ნაკლები დანახარჯები. ჩავთოთ. გონება, გამართოთ. შუგი